ფრიად აღელვებული, ანერვიულებულია ქართული ოცნების მთავრობა და შესაბამისად ქოც პროპაგანდა, რომელმაც არ იცის რა დაუპირისპიროს იმ საზოგადოებას, რომელიც თავის მხრივ ქოც პროპაგანდას ნაკლებად, ხოლო ქოც მთავრობას კი ქართულ რუსულ მთავრობას, რუსულ ბანდას, ქართული ოცნების ბანდას აკრიტიკებს იმის გამო, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც ხდება ბოლო პერიოდია, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ და ჩანს შეიძლება გამეორდეს კიდეც. კერძოდ, იგულისხმება ის, რომ საწვავით სავსე ბენზომზიდები გადავიდნენ ენგურ გაღმა სივრცეში და მრავალწერტილი დავსვათ თქვენი ნებართვით აქ და ვიმსჯელოთ სად დატოვეს, ვის დაუტოვეს, თუ დაუტოვეს ვინმეს, ან სად წაიღეს უფრო სუსტი რო ვიყო. ეს საწვავი მოამარაგა თუ არა დანარჩენმა ოკუპირებულ საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანები, რომლებიც სულაც არ თვლიან საკუთარ თავს საქართველოს ნაწილად, საქართველოს მოქალაქეებად, უმრავლესობას თუ ყველას არა, მარცხენა ჯიბეში ეგრეთ წოდებული აფხაზური, ხოლო მარჯვენა ჯიბეში პასპორტიზაციის პროცესი გეხსოვებათ, მარჯვენა ჯიბეში, გულის ჯიბეში რუსული პასპორტი აქვს და საქართველოს პასპორტი, თუ ბიომეტრიული და თუ პირადობის მოწმობა პრაქტიკულად არც ერთს არ აქვს, ეს ხომ ვიცით პრინციპში. მაგრამ ესენი აღელვებული არიან თოს პროპაგანდა პირველ ყოვლისა, რასაკვირველია ქოც ხელისუფლების კარდახითა და მოთხოვნითა და ბრძანებითა და რეკომენდაცია ნაკლებად თქვია ამას, მაგრამ მაინც რეკომენდაციით აღელვებულნი არიან იმის გამო, რომ თითქოს და რომელიმე ჩვენგანს, ასე მაგალითად მე ან ნებისმიერ სხვა ჟურნალისტს, მე ან ნებისმიერ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მიმომხილველს, კომენტატორს, ექსპერტს, პოლიტიკოს, აქტივისტს, აქტიურ მოქალაქეს ეთქვას თითქოს და კვლავ ვიმეორებ, რომ ჩვენ მომხრე ვართ, რომ დაიბომბოს აფხაზეთის ტერიტორია უკრაინულმა დრონებმა დაბომბა. არა ბატონო. არა ვართ ჩვენ ამის მომხრე, რომ აფხაზეთის ტერიტორია მშვიდობიანი მოქალაქეები, ან კორპუსები, ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ან სამოქალაქო ობიექტები დაბომბონ უკრაინულმა დრონებმა. არავითარ შემთხვევაში არც ერთ ჩვენგანს ხაზგასმით ვამბობ ამას არ უთქვამს ეს. თუ რამე ვთქვით, მათ შორის მეც, თქვით შემდეგი რამ ორ წერტილი და მკაფიოდ რომ განვუმარტოთ ნებისმიერ სვინს ექვემდებარება კი რა ვალდებულებით დამოკიდებულებაშია ექვემდებარება კიდეც ამ ბანდიტურ ხელისუფლებას. თუ რამე ვთქვით და მათ შორის მეც ვთქვით შემდეგი ორ წერტილი. თქვით რომ თუ უკრაინული დრონები შეუტევენ აფხაზეთის ტერიტორიას, უნდა შეუტიონ მხოლოდ რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურას, ბაზებს, ასე მაგალითად ოჩამჩირეში, სოხუმში და სხვაგან და არავითარ შემთხვევაში ეს არ ჩაითვლება, არა და ვერ ჩაითვლება აფხაზეთის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევად ინტერვენციას თუ გლებავთ ასე ვიტყვი, მოკლედ შეტევად აფხაზეთის წინააღმდეგ მით უფრო მოქალაქეების, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, ქოც მთავრობა, რომელსაც აკითხარით, რომ მესიჯი არა აქვს დალაგებული იმასთან დაკავშირებით, რა უნდა თქვას, დამაჯერებლად, როგორ უნდა ახსნას, რატომ შეიტანა მან სწორედაც, რომ მან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან ენგურ გაღმა საქართველოში და ვინც ის და უფრო იქითაც საწვავი, მას არა აქვს დალაგებული. ამის მიუხედავად საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება აწვევა და დანარჩენ საზოგადოებას აწვდის ასე, რომ თითქოს და ჩვენ, რომელიმე ჩვენგანმა თქვით, რომ აი მოქალაქეები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა დაბომბოს უკრაინანო. აი მაგალითად ღია აბაშიძე როა თუ არ ვწდები პოსტივის თანამშრომელი და ერთდროს თუ არ ვწდები საგარეო საქმეთა უწყების თანამშრომელიც იყო და პროპაგანდისტთა შორის ერთ-ერთი, მაინც ესე ვიტყვი, მეერთნახევარე პროპაგანდისტია, ის ბრძანებს და რასაკვირველი ბრძანებს, იმიტომ რომ ასეთი ცდარი ინფორმაცია შეგნებულად მოახვიოს თავს დანარჩენ ქართულ საზოგადოების ნაწილს, ის ბრძანებს. რადიკალების მოთხოვნა, ასე მაგალითად ტაბლიაშვილისა თუ სხვებისა, რომ უკრაინის დრონებმა აფხაზეთისათვის საწვავის მიწოდების გამო ჩვენი ქვეყანა დაბომბონ,
ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, აქ ჩვენს ქვეყანაზე დე იურე კი არის ლაპარაკი, მაგრამ ლაპარაკია პირველ ყოვლისა იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. კობახიძის თუ ივანიშვილის ძალმოსილება ან ხელისუფლება აფხაზეთში, ან გურ გაღმა სივრცეში დე იურე საქართველოსი უბრალოდ არ ვრცელდება. იქ საოკუპაციო რეჟიმია, მაგრამ აქაც კი ამ შემთხვევაშიც კითხვის ბატონი ღია გია აბაშიძე ის შეგნებულად დეზინფორმაციას აწვის პირველ ყოვლისა იმათ, ვისაც აქვს ერთგვარი სურვილიც, მოდი ასე ვიტყვი, ან ერთგვარი ასეთი თვისება, რომ უკლებლივ ყველაფერი დაიჯეროს კოც პროპაგანდისა და ზოგადად კოც მთავრობისა. მოკლედ ეს ამბაშიზე ამბობს, რომ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების გამო ჩვენი ქვეყანა დაბომბონ, არის საკუთარი სახელმწიფოს განადგურებისა და მოქალაქეების ცოცხლის საფრთხის ჩაგდების ღია დაკვეთა. მსგავსი საჯარო მოწოდებები, ბატონი აბაშიძის აზრით და აბაშიძეს ბუნებრივია, რომ ისი კურატორები ქართული ოცნებიდან ან სუსიდან განახობენ ამგვარი კომენტარის გაკეთებას, შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს, ანუ პირდაპირ პროკურატურას ერთგვარად ან პირდაპირ მოუწოდებს, რომ გააკეთეთ, დაამონიტორინგეთ, ვინ რა თქვა ამასთან დაკავშირებით და მიედავეთ, თუ მისადავებელი არის და მისადავებელი კი ნამდვილად არის იმ პირებისათვის, რომლებმაც აფხაზეთის დაბომბვა მოინდომეს. არა ბატონებო, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ აფხაზეთის დაბომბვა არ მოგვითხოვია. რუსეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც განთავსებულია აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, არის რუსეთის საკუთრება. შესაბამისად, თუ უკრაინა დაბომბავს, ამას ღიად ვამბობ და გია აბაშიძეს შეუძლია მორიგი სტატუსიც უშუალოდ მე მიწვდას, თუ რამეს დაბომბავს უკრაინა, ისი ლეგიტიმური უფლებაც აქვს, მან რუსული ინფრასტრუქტურა ქვეყნის ფარგლებს მიღმა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაანადგურა, მათ შორის პირველ ყოვლისა რუსეთში განადგურებას გულისხმობ, თუ რამეს დაბომბავს, უნდა დაბომბოს სწორედაც რომ რუსული სამხედრო ბაზები. ახლა რაც შეეხება მეორე ტყუილს, რომელსაც ასევე ქოც პროპაგანდა ავრცელებს თითქოს ვინმეს, მათ შორის მე, ან ნებისმიერ პოლიტიკოს, აქტივისტს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ჟურნალისტს, ზოგადად აქტიურ ადამიანს ეთქვას, რომ კარგი იქნება თუ ეს მანქანების ეშელონი, მანქანების კოლონა რო დაიძრა და გაეშურა აფხაზეთის შუაგული აფხაზეთისკენ, თუ გდებავთ ასე ვიტყვი, კარგი იქნება თუ რომელიმე აფეთქდებაო და რაღაც იქ ერთი მათგანი მაინც მე ვთქვი დაახლოებით მსგავსი და ოღონდ იქვე დავსძინე ეს ის მნიშვნელოვანი რაღაც მგონი რემარკა აქვე ვიტყვი მნიშვნელოვანი აქცენტია რომ რასაკვირველია მსხვერპლის გარეშე ხაზგასმით უნდა ვთქვათ რომ მაღალზე უფრო მაღალი ალბათობით ეს საწვავი რომლითაც გავსებულმა ბენზომზიდებმა გადაკვეთეს ენგურის ანუ საოკუპაციო ხაზი ენგურის ხიდი აფხაზეთშიც კი არ გაჩერებულა ეს გავიდა ფსოუზე ეს პრინციპში დასტურდება ეს ინფორმაცია გავიდა ფსოუზე და შესაბამისად ამ საწვავით 3000 ტონა თუ 4000 ტონა ჯამში და ვინც ის და მეტიც იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ მოამარაგა რუსეთმა საკუთარი მოსახლეობა ალბათ ოღონდ ფსოუს მიღა სახელმწიფო საზღვარს მიღმა კრასნოდარის ოლქი გაჩერდა ნაწილი ალბათ რა ვიცი სოჩაში ნაწილი ადლერში ნაწილი კიდე უფრო იქით და ასე შემდეგ პრაქტიკულად ყირიმამდე ჩავიდა მეთქი ყირიმის ხიდა კერჩის ხიდამდე მეთქი ვიტყვი ასე სადამდეც ეყოთ 3000 და 4000 ტონა ბევრს ეჩვენება რომ ძალიან ბევრი არ არის მაგრამ საკმარისია ამ ეტაპისთვის ყოველ შემთხვევაში როდესაც რუსეთს ძალიან უჭირს და 10 თუ 15 ლიტრ საწვავს ბენზინს იხვეწებიან ხაზგასმით ვამბობ რუსები იმისთვის რომ A წერტილიდან B წერტილამდე როგორ ხაც მიაღწიონ მე B წერტილთან არსებულ ბენზოგასამართ სადგურზე კიდევ 15 ლიტრი ბენზინი ჩაასხან საკუთარივე ავტომობილებში და ასე წია ნელ-ნელა იქნება და გააღწიონ კიდეც ამ უაღრესად ფეთქება საშიში ვიტყვი ასე რეგიონიდან კრასნოდარის ოლქიდან ქალაქ სოჩიდან ყირიმიდანაც რომელიც რუსეთმა მიიტაცა იცი თქვენ 2014 წელს ანუ აგე უკვე 12 წელიწადია მიტაცებული აქვს და ასე შემდეგ ყველანი უნდა დაბრუნდეს სხვა შორის აქვე ვიტყვი რომ ეს ხსენებული კერჩის ხიდი არ აფეთქებულა მოცემულ ეტაპზე და უკრაინელი მაღალ ჩინოსნები ამბობენ რომ არც ააფეთქებენ ისინი მისცემენ მშვიდობიან დერეფანს სწორედ მათ ვისაც ციმბირს იქით თუ ციმბირს აქეთ ურალს იქით უკაცრავად თუ ურალს აქეთ გაღწევა უნდა ამ
კლავ ვიტყვი, ფეთქებად საშიში კი არა, პრაქტიკულად უკვე აფეთქებული რეგიონიდან, მაგრამ აქ ამაზეც არ არის საუბარი, კლავ უბრუნდები იმ სიტყვას, არც ერთ ჩვენგანს არ უთქვამს, რომ სხვერპლით უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, ბარემ ვიკითხავ, ეს კოსპროპაგანდა ამბობს ასე, რომ ქართველი მძღოლები იყვნენო და ვინ ქართველი მძღოლები, მე მაქვს ეს კითხვა. დაგვისახელონ მაინც და მაინც გვარსახელები არა, დადონ დოკუმენტი, რის საფუძველზე ან ვინ მისცა მათ აფხაზეთში შესვლის, თუნდაც ტრანზიტით, აფხაზეთის გავლით, გადაადგილების, რუსეთისაკენ გადაადგილების უფლება შემთხვევით აფხაზეთის სეპარატისტულმა მთავრობამ ხომ არა, ჩიტი ვერ გაჭაჭანდება, არალტოლვილები ვერ გაჭაჭანდებიან ენგურ გაღმა, ხოლო ლტოლვილებსაც აფხაზები არ აძლევენ ხშირად ყოველ შემთხვევაში გალში, არათუ ბიჭვინთაში ან გაგრაში ან სოხუმში, არამედ გალში შესვლის შესაძლებლობასაც კი. მით უფრო ამგვარ შესაძლებლობას არ აძლევენ დანარჩენი საქართველოს მოქალაქეებს, კახელებს, ქართველებს, იმერლებს, რაჭველებს, კარგ მძღოლებს, უკეთეს მძღოლებს თუ უკეთეს მძღოლებს. ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა, ისინი ცხადია დამნაშავენი არ არიან, მათ გასამრჯელო ანაზღაურება მიიღეს იმისთვის, რომ ან აფხაზეთში ჩამოეტვირთათ ეს ტვირთი, ანუ ეს საწვავი და შესაბამისად ჩამოეტვირთათ ხაზგასმით ვამბობ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის ავტომობილებისათვის თუ მძიმე ტექნიკისათვის ტანკი არ იგულისხმება, ტანკში მართლაც არ მიდის, არის ხმევა ეს ბენზინი პირდაპირ მნიშვნელობით, იქ ტანკი სხვა საწვავით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო ეგრეთ წოდებულ ბეტერებში, ჯავშნიან მანქანებში და კიდევ სუბუქ მანქანებში, რომლებიც ჭირდება, რასაკვირველია, სუბუქ და სატვირთო მანქანებში, რომლებიც ჭირდება და უხვადა აქვს, საკმარისი რაოდენობით აქვს საოკუპაციო ძალას აფხაზეთში, გალიდან ვიდრე ხსენებული ბიჭვინთის ჩათვლით, რასაკვირველია, საწვავი არის ჩასხული, მაგრამ აქ იგითხარით, რომ 90-95% ეს საწვავი მათ შორის მათი ბაზებისთვისაც კი არ იყო განკუთვნილი, გაიტანეს და 15 თუ 10 ლიტრა საწვავი ჩაუსხეს ისიც არა ყველას, ისაც სჭირდება მოცემულ ეტაპზე და ჩანს რუსეთი აშანტაჟებს, ოღონდ ღმერთმა უწყის რითი ბიზინა ივანიშვილს, აშანტაჟებს ეუბნება რა, მოითხოვს რა მისგან რომ ამ უკანასკნელმა ესეთი მისთვის სარისკო გადაწყვეტილება მიიღოს, შესაბამისად სარისკოა იმიტომ, რომ უკრაინას მართლაც ეძლევა შესაძლებლობა, რომ ლეგიტიმურად ხაზს უსვამ უკრაინის გადმოსახედიდან ლეგიტიმურად დაბომბოს, იერიშევი მიიტანოს რუსეთის და არა საქართველოს. აი ეს მნიშვნელოვანი პოინტია, ალბათ მნიშვნელოვანი რემარკაა რუსეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. სხვა შორის ეს კითხვა ლეგიტიმურია განა არა, გამოიწვევს თუ არა ეს საქართველოს ჩართულობას ომში, ოღონდ კარგად უნდა ახსნათ, ვის წინააღმდეგ, ანუ საქართველოს რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში, თუნდაც დე ფაქტო ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთის მონა და მორჩილია, ანუ მან უნდა უპასუხოს, ცხადია, კონვენციური იერიშებით უკრაინას ვერ უპასუხებს. აი მაგალითად, ვერბალურად და დაგმოს თუ არა უკრაინა, აი იმ შემთხვევაში უკრაინის ქმედებები თუ ზელენსკის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. უნდა გამცეს ამ კითხვაზე პასუხი წესითა და რიგით, გასცეს საზოგადოებას წესითა და რიგით საქართველოს ხელისუფლებამ, თუ უნდა იყუჩოს, თუ უნდა პირიქით თქვას, რომ კარგს შვებით, რომ რუსეთის ინფრასტრუქტურას ბომბავთო. მე რეკომენდატორად მათთვის ვერ გამოვდგები, ამ უკანასკნელს რასაკვირველია არც გაბედავენ და ვერც გაბედავენ და თავში არც მოუვათ, მაგრამ აი გაყუჩება და დუმილი ალბათ ყველაზე სწორი იქნება, თუმცა რუსეთის ხელისუფლება რასაკვირველია, რუსეთის ხელისუფლებას ესეც აქვს გათვლილი და ამ სცენარით თეორიულად მოვლენების განვითარების შემთხვევაში მოსკოვი თბილის პუტინი ივანიშვილს ან რავისი ივანოვი თუ პეტროვი FSB-ს კურატორი ივანიშვილს უბრძანებენ, რომ თბილისმა დაგმოს უკრაინა და უკრაინას უთხრას, რომ თქვენ შენ გაბედე და დაბომბე საქართველოს ტერიტორიაო, რაც კვლავ ვიმეორებ, არსებითი ტყუილი იქნება ყველაფერი, არა მარტო დე ფაქტო, რაც არსებობს ახლა აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ დე იურე ოღონდ რუსეთის გადმოსახედიდან, რუსეთის კანონმდებლობიდან, რუსეთის თვალთახედვითა და თვალსაზრისით ეკუთვნის რუსეთს სამხედრო ბაზები იგულისხმება მთელ აფხაზეთზე აქვს პრეტენზია და მთელ სამხრეთ ოსეთზე და ბუნებრივია აფხაზეთის ნაგლეჯი მიწა
ამდენი და ამდენი რაზეც თუ რომელზეც განთავსებულია რუსული სამხედრო ტექნიკა და რუსული სამხედრო ბაზები, უნებრივია რომ ეს საკუთრებად მიაჩნია. აი რუსეთის საკუთრება დაიბომბება, თუ მაინც და მაინც დაიბომბება რამე. თუმცა გულახდილად გეტყვით რომ ბოლო პერიოდია, მე ვფიქრობ რომ უკრაინა ამისაგანაც კი თავს შეიკავებს. ბოლო პერიოდია ეს ანალიზის ამგვარი ანალიზის გაკეთება შეიძლება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე და უკრაინა დააკვირდება. აქვე გაგიმხელთ კი არა, მე მგონი გითხარით რამდენიმე ვიდეო ბლოგის წინ, რომ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც ზელენსკიმ ხელი გაუწოდა მის ზურგს უკან დგომ ირაკლი კობახიძეს და მოულოდნელად შეედგა მათი 2 წუთნახევრიანი შეხვედრა, ამ 2 წუთნახევრის მანძილზე განმავლობაში ზელენსკიმ ესეც არაბაის და მაინც აფხაზეთის დაბომბვის თაობაზე ინფორმაცია მისცა კობახიძეს, მაგრამ ამგვარი სცენარიც აი ამ უხეშად 180 თუ 240 წამში განიხილა, არც კი 180 წამის არ იქნებოდა მათი შეხვედრა, 2 წუთნახევარი, 2 წუთი და 34 წამი მიმდინარეობდა, რაც მახსოვს, როგორც მითხრეს. განიხილეს ეს არა, ახლობით ამგვარი რამ უთხრა ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ ჩვენ არ დავინდობთ რუსეთს არსად და თქვენც უნდა იყოთ ამასთან დაკავშირებით მზად არა ინფორმირებული. ირაკლი კობახიძეს შესაძლოა იმხანად გაუკვირდა კიდეც ეს რას მეუბნება პრეზიდენტი ზელენსკი, რომელსაც ვერ იტანს კობახიძე. აქვე უნდა ვთქვა და მთელი ქოს პროპაგანდა ზელენსკის გაშავებაზეა ორიენტირებული, მაგრამ იმხანად შეიძლება ვერც მიხვდა, ვერც აიტანა აბას თუმნამდე კობახიძეზე ჭკვიან გონიერ ადამიან ვიზინა ივანიშვილამდე ირაკლი კობახიძე მესიჯი ზელენსკისა, მაგრამ ახლა უკვე ცხადია პრინციპში რაზეც არის საუბარი. მაგრამ აქ გითხარით რომ უკრაინა ალბათ მაინც თავს შეიკავებს მოცემულ ეტაპზე ამგვარი აგრესიული ქმედებებისაგან თუნდაც რუსეთის ბაზების წინააღმდეგ და აცდის ქოც მთავრობას რომ მან გამოასწოროს ქმედებას აქციელი ან მეორეჯერ აღარ გაიმეოროს ის შეცდომები, რომლებიცაც ის სულ უშვებს. კიდევ ერთი საქართველოს ქოც მთავრობას აქ გითხარით რომ არანაირი მესიჯი არ აქვს ჩამოყალიბებული ამასთან დაკავშირებით, ხან რას ამბობენ და ხან რას, მაგალითად ამბობენ რომ ეს არის ბიზნესის ინიციატივა, ეს იყო ბიზნესის ინიციატივა და ხელი არ შეუშალეს. მერე უცებ თქვენს რომ ეს არის მისი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგიული რგოლი, ნაწილი. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ორ სიტყვას კიდევ ვიტყვი დამატებით, არანაირი სამშვიდობო პოლიტიკა, არანაირი პოლიტიკა საერთოდ ოკუპირებულ ტერიტორიებთან იმართებაში ქოც მთავრობას რასაკვირველია არ აქვს. რამ პოლიტიკა რო ჰქონდეს, თუნდაც არ აპიარებდეს, ჩვენ აუცილებლად გაგონილი გვექნება მაგალითად ინფორმაციების თაობაზე, რომ ყოფილი მეომრები შეხვდნენ სადმე ადრე ესეთი შეხვედრები სომხეთში იმართებოდა შევარდაძის პერიოდში, სხვათა შორის და მგონი არა მხოლოდ შევარდაძის პერიოდში. იქნებოდა რაღაცა კონცეფცია გამოქვეყნებული, ნაგლეჯი იმის თაობაზე, რომ აი ჩვენ ვაპირებთ რაღაც მშვიდობიანად დავიბრუნოთ აფხაზეთის ტერიტორია და რაღაცეები იქნებოდა თქმული და გახმიანებული. ამ გვარი მსგავსი რამ ქოც მთავრობას არასოდეს გამოუქვეყნები, არა მხოლოდ იმიტომ რომ არის ის რა უნდა თქვას, არა მხოლოდ იმიტომ რომ არ უნდა რამის თქმა, არამედ იმიტომაც რომ მოსკოვიდან ისმის მხოლოდ ერთი მოთხოვნა მის გასაგონად გააფორმეთ ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულება, ანუ ერთგვარად სცანით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ერთგვარად მთავრობები აღიარეთ, ანუ სეპარატისტული მთავრობები. აქვე შექება რა სიტყვა, მაგრამ ირაკლი კობახიძე ჭყალებში უნდა შევაქო. ამ რამდენიმე ხნის წინ, აი სწორედ აგვისტოს ცხელი დღეების მე-16 კი არა, რამდენი გამოდის ხო მე-18 წლის თავზე, ირაკლი კობახიძემ პრინციპში სწორი რამ თქვა, ჩვენ არ გვაინტერესებს აფხაზეთის დე-ფაქტო ან სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებები, არ ვაღიარებთ რა მათო, ეს არის უიშვიათესი, აი სხვა ამგვარი არ გვახსენდება ისეთი განცხადება, რომელსაც ირაკლი კობახიძესაც კი მოუწონებ, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკის, აი თანმიმდევრული, ერთმანეთზე გადაბმული ჯაჭვის რგოლების მსგავსი პოლიტიკის ნაწილი. საქართველოს დე-ფაქტო მთავრობას აქ გითხარით არანაირი პოლიტიკა არ აქვს შემუშავებული ოკუპირებულ ტერიტორიებთან იმართებაში და მეტიც ის საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა ცდილობს რომ არსებული სახელმწიფოთა შორისი კონფლიქტი
საქართველოსა და რუსეთს შორის კვლავ დაიყვანოს ეთნიკური კონფლიქტის დონემდე. განა არ არის ამ კონფლიქტებში ეთნიკური შემადგენელი არის, ანუ აფხაზები ქართველებს ვერ იტანენ და ქართველები კი აფხაზებსაც ვერ იტანენ თუ ოსებსაც ვერ იტანენ, ეს ფაქტია, არანაირი ძმობა ჩვენ შორის არ არსებობს. ეს სუყალბი სადღეგრძელოური სიტყვებია, გავბედავ და ვიტყვი ასე, მაგრამ სახელმწიფოთა შორისი კონფლიქტია ეს ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან FSB-მ, უფრო ზუსტი რომ იყო KGB-მ, რომელსაც სურდა რევანშის აღება დამოუკიდებელ საქართველოს ძიების გამო, რომ ამოგანაცდელმა ხელი უკუღმა აულაწუნა მოსკოვს და დამოუკიდებლობა მოითხოვა, დამოუკიდებლობას მიაღწია კიდეც, ხო, რუსეთმა დაგეგმა ეს ეგრეთ წოდებული ეთნო და რეალურად კი სახელმწიფოთა შორისი კონფლიქტი. ასეც ქვია ამ კონფლიქტს 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან, ანუ მას შემდეგ რაც რუსეთმა კიდევ ერთხელ სცადა საქართველოს სახელმწიფოს განადგურება, ოღონდ ვერც 90-იანებში და ვერც 2008-ში მას ეს საბედნიეროდ არ და ვერ გამოუვიდა. მოკლედ, ამბავი ეს არის, ხოს პროპაგანდა ფორმაშია, მე გირჩევთ რომ მას არ დაუჯეროთ არავის, კვლავ ვიმეორებ, არც არასოდეს ცნობებია აფხაზეთის მოსახლეობის ან საცხოვრებელი სახლების, მშვიდობიანი მოქალაქეების და ასე შემდეგ დაბომბვა მიუხედავად იმისა, რომ მათ აფხაზებს ან აფხაზეთში ენგურ გაღმა მაცხოვრებლების 98%-ს გულზე სულაც არ მეპიტნავებით. მათ სურთ რომ რუსეთი იყოს მათი პატრონი, მაგრამ ნაკლებად სურთ ვიდრე სურთ ეს ოსებს, რომლებიც მზად არიან, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, და ამაზეც გვექნება ჩვენ არა მხოლოდ ვიდეო ბლოგები, გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოს საბოლოოდ მოსწყდნენ და საბოლოოდ ჩაბარდნენ მატუშკა რასიას, რომელიც ამ რეგიონის, ამ ძირძველი ქართული მიწის ანექსიას აპირებს. ნახვამდის.